თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინო. სიტყვა იესე, ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოი სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონზე კაცისაი, მომავალი სუფევითა თვისითა 16:28. ვინაიდან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნათა მათთვის მათზე და განსაცდელთა და სიკვდილისა და აუწყა მათთვის იცავნებაი და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხვევად მათ და იყო ყოვლისავე მის საჭირო ისა მოწევნა ამასვე ცხოვრებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოისანი და ცხოვრებაი სულთაი და მოსვლაი მისი დიდებითა მამისაითა შემდგომად მრავალთა ჟამთა მოლოდებად იყო, ამისთვის სათნო იჩინა მეუფემან ჩვენებაცა მათ და ამასვე სოფელსა სახე დიდებისა მის, რომლითა მოსვლად იყო, რაოდენ ძალედვა მათ ხილვად, რაითა არცაღა ვნებისა მისთვის უფლისა მწუხარე იყვნენ, არცათვის ისა ურჩულოთა მიერ ტანჯვისა და მოკლვისათვის ხაელმოდის, და უფრო ისხა პეტრეს, რომელი დიდად მწუხარე იყო, ესმარაი ვითარმედ მიცემად არ სუფალივნებად. და იხილეთ, ვითარ განაწესა საქმე ესე განგებელმან მან ყოველთამან, ზემო თქვა სასუფეველისათვის და სატანჯველისა ვითარმედ, უკვე თუ ვისმე უნდა სულითვისი განრინებად, წარიწყმიდოს იგი, და რომელმან წარიწყმიდოს სულითვისი ჩემთვის, ამან პოოს იგი, და ვითარმედ, მოსვლად არსზე კაცისაი დიდებითა მამისათვის ისაითა, და მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ. ამათ უკვე სიტყვათა მიერ მოასწავა სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიცა. გარნა ჯოჯოხეთისა სახე საქმით არ არაი უჩვენა, გარნა ხოლო სიტყვით, იგავითა მით მდიდრისაითა, და რომელსა ემოსა სამოსელი არასაქორწინე და სხვითა მრავლითა, ხოლო სასუფეველისა სახე ხილულითა თვალითა უჩვენა მათ. ესე ამისთვის, უკვე თუმცა ვინმე იყვნეს რქელნი გონებითა და უგულისხმონი, მათთვის კეთილიყო და ჯეროან სატანჯველთა სახისა ხილვაი, ხოლო ესენი გონიერნი იყვნეს და სულიერნი. ამისთვის სამართალიყო მათ და ჩვენებად სახე სასუფეველისაი, რომელსა მიმავალი იყვნეს, და რამე თუ მისსა მას სახიერებასა კეთილისა ჩვენება იშვენო და ვითარცა წყაროსა და მიზეზსა კეთილთასა. სახარებაი და შემდგომად ექვსისა დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოანე, ძმა იმისი და აღიყვანა იგინიმთასა მაღალსათვისაგან. და იცვალა მათ წინაშე სხვადფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისის პეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდეს მას 17, 1-3. თარგმანი, ხოლო ლუკა 8 დღესა იტყვის არა თუ წინა აღუდგების მათეს, არამედ ფრიადსა ეწამების, რამე თუ იგი მასცა დღესა რომელსა შინა ეტყო და სიტყვათა მათ და მასცა, ოდეს იგი მთა დავიდა და ფერი იცვალა, თანა ახრაცხავს, ხოლო მათე შორის გარდასრულთა მათ ხოლო იტყვის. და ორივე ესე ერთ არსს. იხილეთ უკვე ვითარ მათე განცხადებულად აღსწერს, ვითარმე სხვანი იგი უფრო ისმისა პატივცემული ქმნეს. ამას იოანეცა მრავალგზის იქმს, დიდთა მათ ქებათა პეტრესთა ჭეშმარიტებით წარმოიტყვის, რამე თუ შურისა და ზუაობისაგან მცხო იყო კრებული წმიდათა მათ მოციქულთაი. რაისათვის მე უკვე სამნი იგი ხოლო წარიყვანა. ესე ამისთვის რამე თუ უზეშთა ესა საზომსა იყვნეს იგინი. პეტრე მხურვალისა მისთვის სიყვარულისა წარემატა და თავი ქმნა კრებულისა მის მოციქულთაისა და იოანე ფრიადისა მის სიწმიდისა და სიმშვიდისა და სიკეთისათვის სულისა მისისა უფრო ის ყოველთა შეყვარებულიყო. ეგრეთვე იაკობ ფრიადისა სიმხურვალისაგან hrქოა ვითარმედ, ძალგვით სუმად სასუმელი იგი, შეადარე მათე 20, 22, მარკოზე 10, 38 და არა ხოლო თუ თქვა, არამედ აღასრულაცა სიტყვა ითვისი და პირველ ყოველთა მოციქულთასა მიიღო სასუმელი ქრისტესთვის სიკვდილისაი.
რამე თუ ესოდენ ფიცხელიყო იგი და მძიმე ჰურიათა მიმართ, ვიდრეღა ჰეროდე დიდად ნიჭად მიხმადლა ჰურიათა მოკლა იმისი. ესრეთ უმეტესსა საზომსა იყვნენ სამნი ესე. ამისთვის იგინი მიიყვანა, რაითა უმეტესად უძლონ ხილვად, რამე თუ ხილვა იგი საზომისაებრ სათნოებისა იქმნებოდა. ამის უკვე ხილვისათვის იყო სიტყვა იგი ვითარმეთ, არიან ვიეთნიმეაქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოის სიკვდილისაი, ვიდრემდე იხილონ ზეკაცისაი, მომავალი დიდებითა თვისითა. ესე იგი არს ვიდრემდე იხილონ სახე განცხადებული, თუ ვითარმეგულების მეორედ მოსვლად. ხოლო სახელები არა თქვა სამთაი მათ, არამედ ესრეთ უცნაურად მიუთხრა, რაითა არარაი კაცობრივი შეემთხვიოს სხვათა მათ, რამე თუ ყოველნი სურვილი ყვნას ხილვად დიდებისა მის. ხოლო უწინარეს ესოდენთა დღეთა ამისთვის თქვა ესე, რაითა განმზადებული იქნენ გონებანი მათნი ხილვისა მისთვის და სურვილ, და არა მოულოდებელად შეემთხვიოს და განცვიბრდნენ. ხოლო რაისათვის წარმოადგინა მოსე და ელია. მრავალი არს ამის საქმისა მიზეზი. პირველად ამისთვის, ვინაიდან ერნი იტყოდეს მისთვის, ვითარმედ ელია არს, სხვანი იტყოდეს, იერემია არსო, სხვანი იტყოდეს, ერთი ვინმე არსო წინაისწარმეტყველთაგანი. ამისთვის თავნი იგი წინაისწარმეტყველთანი წარმოადგინა, რაითა იხილონ მოწაფეთა, თუ რაოდენი განყოფილებაი არს შორის მეუფისა და მონათა და ცნან ვითარმედ ჭეშმარიტ იყო სიტყვა იგი პეტრესი, რომელ აღიარა ძეთხმრთისა ცხოველისად. მეორედ ამისთვის, რამე თუ იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ გარდამავალი არს იგი შჯულისაი და მგმობრად სახელსდებდეს და იტყოდეს, ესე არა არს ღმრთისაგან, რამე თუ შაბათსა არა იმარხავს, იოანე 9:16 და კვალად ეტყოდეს. კეთილისა საქმისათვის ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათვის, და შენ რამე თუ კაცი ხარ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. იოანე 10:33. ხოლო რაითა გულისხმოყონ მოწაფეთა და მათ მიერ ყოველთა, ვითარმედ შურისაგან ზრახვიდეს ამას, და ვითარმედ არცა შჯულისა გარდამავალ არს, არცა ცუდად ყოფს თავსათვისა სწორ ღმრთისა, არამედ ჭეშმარიტად ზეღმრთისაი არს. ამისთვის წარმოადგინა შჯულისმდებელი იგი მოსე და მოშურნე იგი მგმობართა ზედა ელია. რამე თუ არცა, თუმცა შჯულისა გარდამავალ იყო და არამცა მეუფე იყო შჯულისაი, წარმოუდგამცა მოსე, ვითარცა მონაი არცა, თუმცა ცუდად იტყო და თავსათვისა ზედ ღმრთისა, წარმოუდგამცა ძრწოლით ელია, მოშურნე იგი ღმრთის მსახურებისათვის. მესამედ ამისთვის, რაითაცნან ყოველთა, ვითარმედ იგი არს უფალი ცხოველთა და მკვდართაი, და ხელმწიფებაი აქვს ცხოვრებისა და სიკვდილისაი, და მეუფე არს ზეცისა და ქვეყანისაი და ქვესკნელთაი. ამისთვის პირველვე აღსრულებული იგი და რომელსა არ გაეხილა გემოის სიკვდილისაი, შორის წარმოადგინა. მეოთხედ ამისთვის, რაითა გამოაჩინოს დიდება იგი ჯვარისაი და ნუგეშინის წეს პეტრეს და მისთანათა, შეშინებულთავნებისა მისისათვის, ვითარცა იტყვის მახარებელი ვითარმედ, ეჩვენეს მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდეს მას და იტყოდეს განსვლასა მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს. შეადარე მათე 17:3, ლუკა 9:30-31, ესე იგი არს მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯვარცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა. მეხუთედ ამისთვის, ვინაიდან თქვა, რომელ სახნებავს შემდგომად ჩემდა მოსვლად, უარყავ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინმე, მათე 16:24, მარკო 8:34. წარმოადგინა ორნი იგი მოღვაწენი ღმრთის მსახურებისანი, რომელთა დადვეს თავითვისი სიკვდილად სიტყვისათვის ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწმედად სულთათვის და ამას საწუთროსა, რაითა მოიგნენ იგინი საუკუნოდ.
რამე თუ მოსე წარმდებებით და ურიდად ვბრძოდა ფარაოს სიტყვისათვის ღმრთისა და ელია ეგრეთვე, აქაბს და ხსნადსაც თურისა მის კერპთ მსახურებისა და კვალად შეურაცხებაი სოფლისაი და უპოვარებაი ფრიადი მოიგეს ორთავე. რამე თუ არცა რაი მოსეს აქუნდა ამის საწუთროისა, არცა ელიას გარეშე ხალენისა მის. ამისთვის წარმოადგინა იგინი რაითა აუწყოს მოციქულთა ვითარმეთთან აწბაძვა ისათნოებისა მათთისაი და მსგავსად მათსა მოგებად შურის აღმრთოი და წინამძღვრობა ერისა მორწმუნისაი რაითა იყვნენ მშვიდ ვითარცა მოსე და მოშურნენ ვითარცა ელია. რამე თუ გამოაჩინა რა იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოახსენებ და მოწაფეთა და ამისთვის წარმოადგინა გამობრწყინებულნი იგი ძველსა შინა, რაითა აუწყოს ვითარმეთ, უკვე თუ მათ აჩრდილსა მას შინა ესოდენი ახოვნებაი აჩვენეს და სათნოებაი, ფრიად უმეტესი უხმსამად ჩვენებად, გამობრწყინდა რა იმზე სიმართლისაი და განგვათავისუფლნა მძლავრებისაგან ეშმაკისა და მოჰფინა ნათელი აზნაურებისაი კაცთა ზედა. სახარებაი, მიუგო პეტრე და hrქვა იესურს, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფაი. გნებავს ვქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა, 17:4. თარგმანი, ვინაითგან პირველ ამისა ასმიო და ვითარმეთ ჯერ არ სახსლა იერუსალიმ და ვნებაი უფლისაი მღვდელთ მოძღვართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა ერისათა, აქუნდა შიში იგი გულსავეთვისა. დაღაცა თუ შეჰრისხნა მას უფალმა და მრავლით კერძო უჩვენა სარგებელი დიდებულისა მის განგებისაი, არამედ იგი მწუხარევე იყო და შეძრწუნებულნებისათვის უფლისა. ამისთვის იხილა რაიმთასა მასზე და ესევითარი დიდებაი, ენება რაითამცა ყოვლადვე მონიყვნეს და არამცა წარვიდეს იერუსალიმ. ხოლო დაღაცა თუ ცხადად ვერღარა იკადრებდა თქმად, თუ ნუ ავალთ იერუსალიმ, არამედ რეცა სხვითა მიზეზითა ეტყვის ამას ესევითარითა გულის სიტყვითა, რაითამცა მარადის მონიყვნეს და არღარამცა აქუნდა შიში მღვდელთ მოძღვართაგან ანუ ფარისეველთა, არცა იჩვი მოკლვისა მისისაი. ამისთვის თქვა, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფაი, რამე თუ იხილა მოსე, რომელი ნისლსა შევიდა და ღმრთისა მიმართ ზრახვიდა და ელია, რომელმან ცეცხლი გარდა მოიყვანა ზეცით მთასა მასზედა და უშჭულონი იგი დაცვა და ენება, რაითამცა მარადის მონიყვნეს მათთანა და არავისგან აქუნდა შიში. იხილია მხურვალებაი სიყვარულისა მისისაი ქრისტეს მიმართ. რამე თუ ნუ ამას გამოეძიებ, თუ რა დიდხო და ოხმარსა სიტყვასა, რამე თუ არ გამოეღო მაღალი იგი გულისხმის ყოფაი. არამედ ესე იხილე, თუ რაოდენ ეტყინებოდა მის შორის ცეცხლი ქრისტეს სიყვარულისაი, რამე თუ არა თუთვის ისა სიკვდილისაგან ეშინოდა და ამისთვის ესრეთ იტყოდა. ნუ იყოფინ და იხილე, როდესთვის ისა თავისათვის მოვიდა სიტყვაი, რა იგი hrქვა უფალსა, სული ჩემი შენთვის დავდვა. დაღაცა თუ იყოს სიკვდილი ჩემი შენთანა, არასა და უარყო შენ. შეადარე იოანე 13:37, მათე 26:35. და სიტყვაითვის ისაქმით დაამტკიცა, რამე თუ მორაივიდეს ერნი იგი მახვილითა და წათებითა შეპყრობად იესუსა, არცა შეშინდა, არცა იუტოდა, არამედ ახოვნად განეცხო ბრძოლად ესოდენისა მიმართ ერისა და მახვილი იხადა და სცა მონასა მღვდელთ მოძღვრისასა და წარჰკვეთა ყური მისი. ესრეთ საცნაურ არს ვითარმედ არა თუთვის ისა თავისათვის აქუნდა შიში, არამედ შეიცვებოდა გული მისი მოძღვრისა მისთვის სახიერისა. ამისთვის იტყოდა, გნებავს ვქმნეთ აქა სამტალავარ, ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა. რასა იტყვი, ჰოი პეტრე? არა უპირატეს მცირეთა დღეთაგან ხავი იგი მონათაგან და აღიარე და სთქუ, შენ ხარ ქრისტე, ძეღმრთისა ცხოველისაი, ერთი ვითარ უკუეაც კვალად მონათათან ახრაცხავ მას და ეტყვი, ვქმნეთ აქა სამტალავარ,
ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა. ხედავთა ვითარ პირველ ჯვარცუმისა ქრისტესა უძლური ყვნას და ვერ მიცდომილ სრულსა გულისხმის ყოფასა? რამე თუ რაღაცა თუ გამოუცხადა მას მამამან გარნა ვერ უძლო მან სრულიად დამარხვად გულსათვისა გამოცხადება იგი, არამედ შიშისაგან და ზარისა შეძრწუნდა არა პირველ თქმულისა ხოლო მიზეზისათვის, არამედ საკვირველებისაგან სახილვისა მის დიდებულისა. ამისთვის მახარებელნი გამოაჩინებენ ვითარმეთ ზარისა მისგან და საკვირველებისა შეძრწუნდა გონება იმისი ვითარცა ითქვის მარკოს ვითარმეთ, არა იცოდა რა იმცა მიუგო რამე თუ შეშინებულიყვნეს, მარკოზი 9:6 და ლუკა ითქვის ვითარმეთ, პეტრე და მისთანანი დამძიმებულიყვნეს ძილითა, ხოლო გან რა იღვიძეს იხილეს დიდება იმისი და ორნი იგი კაცნი მისთანა მდგომარენი. და hrქვა პეტრე იესოს, მოძღვარ, კეთილარს ჩვენ და აქა ყოფაი. ვქმნეთ აქა სამტალავარ. რამე თუ არა იცოდა რასა იტყოდა. ლუკა 9:32-33. ხოლო დამძიმებად ძილითა ფრიადსა მას შიშისაგან და ზარისა დასრულებასა მათსა მოასწავებს. რამე თუ ვითარცა თვალნი დამძიმდებიან და დაბნელდებიან, უკვე თუ მყوار ჟამში ადგნეს ვინ მცხინვარებასა მზისასა, ეგრეთვე და ფრიად უმეტესად მაშინ შეემთხვია მათ, რამე თუ ბრწყინვალება იგი დაჰფარვიდა ნათელსა მზისასა და დაუმძიმებდა უძლურებასა თვალთა მათთასა. არა თუ ღამით იყო ხილვა იგი, არამედ დღისი დაელვარება მან დაფარა ბრწყინვალება იმზისაი. ვითარმცა უკვე იტვირთეს იგი ხორციელთა მათ თვალთა. ხოლო სიტყვისა მის მიმართ პეტრესა არა მიუგო უფალმან, არცა მოსე ანუ ელია, არამედ მამამანზე გარდა მოხმასცა ღრუბლით გამო. რაისათვის ღრუბლით გამო? რამე თუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვა იმისი ვითარცა ითქვის წინა ის წარმეტყველი ვითარმეთ, ღრუბელი და ნისლი გარემო მისა, ფსალმუნი 96:2 და რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა, ფსალმუნია 3:3 და მომავალი ღრუბელთა თანაცისათა. დანიელი 7:13 და ამაღლებისათვის უფლისა ითქვის ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვითარმეთ, ღრუბელმან შეიწყნა რა იგი თვალთაგან მათთა. საქმე 1:9 ხოლო რაითა გულსავსე იქმნენ, ვითარმეთ ღმრთისა მიერ არს ხმა იგი, ამისთვის წერილისაებ ღრუბელი ნათლისაი მოჰფინა, ვითარცა იტყვის მახარებელი. წახარებაი და ვითარცა იგი ამას იტყო და ოდენ, აჰა ესე რა ღრუბელი ნათლისაი ფარვიდა მათ და ხმა იყო ღრუბლით გამო და თქვა, ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ 17:5. თარგმანი თასამასზე და სინასა იჩვენა რაი ღმერთი მოსესთა უნდა, რაითა შიში დასტვას უგულისხმოთა მათ და გულფი ცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელისაი გამოაჩინა, ვითარცა წერილ არს ვითარმეთ, შევიდა მოსე ნისლსა მას და ღრუბელსა. და ვითარცა კვამლისა ხუმილისაი აღვიდოდა ნისლი იგი და ღრუბელი, და ქუხილი იყო და ელვაი და ხმაი სასტიკებისაი. გამოსვლა 24, 18, 19, 16, 18 და კვალად წინა ის წარმეტყველი იტყვის რისხვისა მისისათვის, ვითარმეთ, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. ფსალმუნი 17:12 ხოლო აქა ვინაითგან არა შეშინება ენება, არამედ სწავლად მოციქულთა და უწყებად ჭეშმარიტებისა, ამისთვის ღრუბელი ნათლისა იქ ფარვიდა. და ძველსა მას შინა ნისლი იყო და არმური, ხოლო აქა ნათელი თვალთ შეუდგამი და ხმაი სიხარულისაი. პეტრე იტყო და ვითარმეთ, ვქმნეთ სამტალავარ, ხოლო ღმერთმა ღრუბელი ნათლისა, ტალავარი ხელით უქმნელი, მოჰფინა და ძე იგი საყვარელი წამა. ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ.
ხოლო ხმა ესე რა ისმა, რაითა არა საგონებელი ქმნას, ნუ უკვე სხვისა ვისმე მათგანისა იყო ხმა იგი, არამედ ცნან მოწაფეთა, ვითარმედ ქრისტესთვის არს, ამისთვის მოწევნასა მას ხმისასა მოსე და ელია უჩინო იქმნეს, და უფალი ჩვენი იესო ქრისტემ ხოლო იხილვა, და ხმა იგი ღაღადებდა. ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ. ვინაიდან პირველცა გამოუცხადა პეტრეს უხილავად მამამანძე იგი საყვარელი და თანაარსი, ხოლო მას ვითარმცა მიხვიწყებოდა გამოცხადება იგი, ამისთვის შეშინებული ხოვნებისა მისისათვის და ჰგონებდა, თუ უნებელი რაიმე შეემთხვევის, ამისთვისაც განცხადებულად. ხმითა მაღლითა, ღრუბლით გამონათლისაით გამოუცხადა სამთავე, თავთა მათ მოციქულთასა, და წამა მამამანძე იგი თანადაუსაბამოი და თანაარსი, ესე არსზე ჩემი საყვარელი. ისმინე, ჰოი პეტრე, ხმა ესე და ნუღარა შეშინებულ ხარ. რამე თუ ჯერ იყო შენ და პირველ ამის ხმისაცა გულსავსეობა იძალისა მისისათვის და უწყებაი, ვითარმედ რომელმან იგი მრავალი მკვდარნი აღადგინა, ხელეწიფებისთვის ისაცა ტაძრისა ხორცთა ისა აღდგინებად. ხოლო ვინაიდან ჯერეთ უმეცარ ხარ საიდუმლო ისა მის, ისმინე ხმაი მამისაი და უშიში ყავ. რამე თუ აჰა ესე რა გაუწყავ, ვითარმედ ესე არსზე მისი საყვარელი. ვინაიდან უკვე ღმერთი ძლიერ არს და უძლეველ, ეგრეთვე ძე მისი თანაარსი ძლიერ არს და უძლეველ, და ვერ ხელეწიფების სიკვდილსა უფლებად მის ზედა, არცა სავნებელ არს მისდავნება იგი ჯუარისაი. რამე თუ უკვე თუმცა სავნებელიყო, არამცა მისცა მამამანძე იგი საყვარელი და თანასწორი, რომელი მან სათნოიყო. რაი არს ესე, რომელიმე სათნო ვიყავ? ესე იგი არს, რომელსაც ზედა განსვენებულ ვარ, რომელი ყოვლითურთ სწორ არს ჩემთანა, და ერთ არს ნებაი და განზრახვაი მისი ჩემთანა. რამე თუ ჭეშმარიტად ჰგიეს იგი ძედ ყოვლითურთ და ერთ არს მამისა თანა განუყოფელად. ესე არსზე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ. უკვე თუ ჯვარცუმაი ენებოს, ნუ წინა აღუდგებით, უკვე თუ თქვენ გამცნო სიკვდილისა და ტანჯვისა თავსდებათ სოფელსაშინა, ნუ შეორგულდებით, უკვე თუ ახალი წესი და მცნება იგანაგოს ყოველსავეზე და მაგისი ისმინეთ. არ არს ნება იმისი ჩემგან განყოფილ, არამედ ერთ არს ჩემთანა შეუცვალებელად. ამისთვისცა ყოველი სიტყვა იმისი, ვითარცა ჩემი ისმინეთ. სახარებაი, ესმარაი ესე მოწაფეთა, დავარდეს პირსაზე და მათსა და შეეშინა ფრიად. მოუხდა მათ იესურს შეახო ხელი და ხრქვა, აღდეგით, ნუ გეშინინ. და აღიხილნას თვალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო 17, 6, 8. თარგმანი, იორდანესაცაზე და ისმა ესევითარი ხმა იზეცით, და ერი მრავალი იყო და არაი ვის ესევითარი შეემთხვია. და ამისა შემდგომცა ოდეს იგი მოიწია მისა ხმა იზეცით, გადიდე და კვალადსა გადიდო და ერი იგი. იტყოდეს ვითარმედ, ხუხილი იყო იოანე 12, 28, 29 და არაი ესრეთ შეემთხვია, ვითარ უკუეაც, მოწაფეთა ესმარაი, დავარდეს პირსაზე და შეშინებულნი. ესე ამისთვის, რამე თუ მაშინ ხმაი ხოლო ისმა საწამებელად მისისა მის ძეობისა, ხოლოაც განცხადებულად იხილეს დიდება იმისი მოწაფეთა, არა თუ რაოდენ იყო, რამე თუ ვინცა უძლო ხილვად დიდად ჩვენიერებასა მას დიდებისა მისისასა. არამედ რაოდენ ძალედვა გონებასა მათსა ტვირთვად იხილეს ნათელი თვალჩეუდგამი და ცვალება იფერისა მისისა იბრწყინვალებად გამოუთქმელად და ელვარება ის სამოსელთა მისთაი. და ყოვლითურთ დიდებით დიდებულიყო ხილვა იგი და იგინი შეძრწუნებულიყვნეს და ზარგანხდილ პირველს მენისაცა ხმისამის, ვითარცა სხვა იმახარებელი იტყვის, ვითარმედ, არა იცოდა პეტრე, რაიმცა მიუგო რამე თუ შეშინებულიყვნეს.
მარკოზი 9:6 ხოლო ვიდრეღა იგინი ხილვისა მისგან შეშინებული ყვნეს, მეხსეულად ხრუბელი იგი ნათლისა იაგრილობდა, და ხმა იგი დიდებული მამისაი მოიწია. მერმე სრულიად შეძრწუნდეს, დავარდეს პირსა ზედა და თაყვანისცეს უფალსა. სწახ არებაი და აღიხილნეს თვალნი მათნი და არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო. და გარდა მორაივიდოდეს იგინი მიერ მთით, ამცნო მათ იესო და ხრქვა, ნუ ის უთხრობთ ხილვასა ამას ვიდრე მდისცე კაცისა იმ კუდრეთით აღდგეს 17:8. თარგმანი, ოდეს შიში იგი და ზარი გარდა ემატა ძალსა მათსა, მაშინ სახიერმან მან დახსნა იგი, შეახო ხელი და ხრქვა, აღდეგით და ნუ გეშინინ, და დიდება იგი ხილვისა იმის დაფარა, და იხილეს იგი მხოლო ისახითა მითვე და წესითა რომელსაც ჩვეული ყვნეს. ხოლო ამისთვის უბრძანა, რაითა ხილვასა მას არავის აუწყებდნენ, ვიდრე აღესრულოს საიდუმლო იგი აღდგომისაი, რამე თუ უწყო და ვითარმეთ პირველ ჯვარცუმისაძნიათ შესაწყნარებელი ყვნეს მაღალნი ესე და დიდებულნი სიტყვანი და საქმენი. ხოლო შემდგომად აღდგომისა არღარა იყო დამაყენებელ ქადაგებად, ვითარცა ზემოგვთქვით ამის ჯერისათვის. ამისთვისცა არა თქვა თუ, მარადის ნუ ის უთხრობთ ხილვასა ამას, არამედ, ვიდრე მდისცე კაცისა იმ კუდრეთით აღდგესო. რამე თუ იგი იყო ჟამი ჯეროვანი ქადაგებისაი, ოდეს იგი სულიწმიდა მოიღეს მოციქულთა და მადლი იგი სასწაულთა თანაშემწე და აქუნდა ქადაგებისა მის, და საქმენი იგი დიდებულნი უმაღლეს ნესთვისა ხმობდეს ძალსა მას და ძლიერებასა უფლისასა. სწავლა ინუ მეორედ მოსვლისათვის და ვახშისათვის. არავინ არს უკვე უსანატრელეს მოციქულთასა და უფროისაც სამთამატყოვლად ქებულთასა, რომელნი ღრუბელსა მას შინა ნათლისასა ღირს იქმნეს შესვლად მეუფისა თანა, არამედ უკვე თუ გვენებოს ვიხილოთ ჩვენცა ქრისტე, არავითარ იგი მაშინ იხილეს მათ ფთასა ზედა, არამედ ფრიად უბრწყინვალესად, დიდებულსა მას მეორედ მოსვლასა მისსა. რამე თუ მაშინ ხრიდა მოწაფეთა და ესოდენ უჩვენა ბრწყინვალება ითვისი რაოდენ ძალედვა მათ თვირთვათ, ხოლო უკუანა ისკნელ, ოდეს იგი მოვიდეს დიდებითა მამისაითა არა მოსეს და ელიას თანა ხოლო, არამედ ურიცხუთა მათ მხედრობათა თანა ანგელოსთასა, მთავარ ანგელოსთა თანა და ქერაბინთა, ბევრეულთა მათ თანა სერაბინთა და სხვათა მათ დასთა, და არა ღრუბელი აგრილობდეს. არამედ ყოვლით ურთცანით რძოლით განეხუნენ და დაჯდეს იგი საყდართა დიდებისათა და ყოველი ბუნება იკაცთა იწარდგეს წინაშე მისსა, ვინცა უძლო მითხრობა და ანუ გონებითაცა მიწუთომად მაშინდელსა მას დიდებასა და ბრწყინვალებასა მისსა. რამე თუ ჭეშმარიტად საშინელ არს ჟამი იგი და შესადრწუნებელ, ოდეს ყოველნი ანგელოზნი და ყოველნი კაცნი წარდგომილიყვნენ შიშით და განიკითხვიდეს ნათესავსა კაცთასა, და რომელთა მეეტყოდის, მოედით მკურთხეულნო მამისა ჩემისანო მათე 25:34 და სხვათა ხრქვას, ეჰა მონაო სახიერო და სარწმუნოო. მცირესაზე და სარწმუნო იქმენ, მრავალსაზე და დაგადგინო შენ, მათე 25:23 და კვალად სხვათა ხრისხვიდეს და წაავლენდეს ცეცხლად საუკუნოდ და რომელსა მეუწოდეს მონად ბოროტად, უკეთურად და მედგარად, და სხვისა ნაწილსა ორგან განკვეთდეს და ორგულთა თანა დასდებდეს, სხვათა კვალად უბრძანებდეს შეკრვათ ხელით და ფერხით და განგდებად ბნელსა მას გარესკნელსა. ვინ არა შეშინდეს და ძრწოდის ჟამისა მისგან. მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაიარს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთვის მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამე თუმთასა ზედაცა თაბორსა რომელ თქვა მახარებელმან ვითარმეთ, განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე მათე 17:2 ამისთვის ესრეთ თქვა, რამე თუ არღარა იპოა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალესი მზისა, რაითამცა მას მიამსგავსა სახე იგი.
უკვე თუ არა ესე ცხად არს თუ რა იზომ უმეტესი ხო ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რამე თუ აჰა ესე რა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსაზე და, ხოლო მაშინ ესოდენ გარდა ემატა ბრწყინვალება იგი ნათელსა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტვირთეს მოწაფეთა არამედ დაცვიეს პირსაზე და ჭეშმარიტად უკვე გამობრწყინდნენ მართალნი დღეს ამას მეორედ მოსვლისასა უმეტეს მზისა, ხოლო ვაიცოდვილთა, რამე თუ დიდი სიბნელე და შიში და წრწოლა შეედვას მათ, რა ჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდნენ. მაშინ არაც სახმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაი, რამე თუ ყოველივე უცხის უცდომელად მსაჯულმან მან საშინელმან. ყოველივე შიშვალ და თავდადრეკილი ყოს წინაშე მისსა, არ არს მუნდიდარი და გლახაკი, ძლიერი და უძლური, ბრძენი და უმეცარი, მონაი და აზნაური, არამედ ესე წესნი და სახენი დაიხსნებიან და გამოძიებაი საქმეთა ითვალუხვავი იხილვების და მოქმედნი უშჯულოებისანი სირცხვილეულნი გამოჩნდებიან. ამისთვის საყუარელნო გევედრები, აღვიძვარცუნეთ სამოსელნი ესე ხენეშნი და ცოდვითა შებღალულნი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაი, რაითა დიდებაი უფლისაი გამობრწყინდეს ჩვენზე და ხელყოთ მცნებათა უფლისათა აღსრულებად, რამე თუ არ არაი შეუძლებელი უბრძანებიეს, არამედ ყოველნი მცნებანი მისნი ადვილ და შესაძლებელ არიან. ისმინე რასა იტყვის წინა ის წარმეტყველი და სნა სიადვილე მცნებათა ღმრთისათაი, შეღა თუ დიდრიკო, ვითარცა გრკალი, ქედი შენი და ძაძა იშთაიცვა და ნაცარი დაიფინო, მითცა არავე ხრქვიან მარხვა და დღესათნო უფლისა, რამე თუ არა ესე ვითარი მარხვაი გამოვირჩიე. იტყვის უფალი, არამედ განიხსენ ყოველი კრულებაი სიცრუისაი და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაი ცოდვისაი, განუტევენ პრობლნი მიტევებით და ყოველი ხელისწერილი სიცრუისაი განხეთქე. ესაია 48:5-6 იხილე სიბრძნე იგი წინა ის წარმეტყველისაი, წარმოთქუნა პირველად ძნელოვანი და გამოაჩინა, ვითარმე და არა თუ ჭირსა და შრომასა ეძიებს ღმერთი, არამედ მორჩილებასა მისსა, რამე თუ ადვილად მოგუცემს წყალობასა მისსა, უკვე თუ გვენებოს და გვიჩვენებს. ვითარმე სათნოებაი ადვილ არს და სუბუქ, ხოლო ცოდვაი მძიმე არს და მწარე. ამისთვის ცოდვასა სახელსტვა გულარძნილებად და კრულებად სიცრუისა და სათნოებასა, ხსნილებად და აზნაურებად. განიხსენ ყოველი კრულებაი სიცრუისაი და განხეთქე ყოველივე გულარძნილებაი ცოდვისაი. ჭეშმარიტად ცოდვაი კრულებაი არს სულისაი და ხელბორკილი არს მრავალფერად გულარძნილი, რომელიც შეაშთობს და აჭირვებს სულსა მას შეკრულსა გულარძნილებითა მისითა. აც უკვე მორწმუნენო, განვხეთქნეთ ჩვენგან აპაურნი ცოდვისანი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მისი, შევიტკბოთ სათნოებაი და მცნებანი უფლისანი შევიყვარნეთ, რამე თუ უღელი მისი ტკბილ არს და ტვირთი მისი მცირე არს და სუბუქ. ისმინეთ შემდგომიცა სიტყვაი წინა ის წარმეტყველისაი, განუტევენო პრობლნი მიტევებით და ყოველივე ხელისწერილი სიცრუისაი განხეთქე. ზემოკრულებად სიცრუისა და გულარძნილებად ყოველსავე ცოდვასა უწოდა, ხოლო აც ხელისწერილნი სიცრუისანი ახსენა, რომელ არიან ხელისწერილნი იგი ვახშთა და აღნადგინებთანი, რომელნი იგი დიდად სავნებელ და წარმწმედელ არიან სულისა, რაითა გვიჩვენოს. თუ რა იზომ ადვილ და სუბუქ არს კეთილისა საქმე. რამე თუ რაი სიძნელე არს არა მოხდაი ვახშისა იგლახაკისაგან. რაი სიმძიმე არს ამას შინა. ჭეშმარიტად არცა ერთი, გარნავნება იგი ანგახრებისა იქს ამას ყოველსა. გულისხმა ყავ კაცო, ვითარმედ ამისთვის მოგეცნეს საფასენი ღმრთისა მიერ, რაითა ნუ გეშინისცემდე გლახაკთა, არა თუ ამისთვის, რაითა უმეტესად განამრავლებდე ჭირთა და მწუხარებათა მათთა. რამე თუ აც სახითა ნუ გეშინისცემისაითა უფრო ისად აღაორძინებ განსაცდელსა სიგლახაკისა მისისასა, მისცემ საფასესა, რაითა უმეტესად განამრავლო საფასე, მისცემ ოქროსა გინა ვეცხლსა,
რაითა მოიგო ოქროი და ვეცხლი უმეტესი ჭირისა მისგან გლახაკისა მის, რომელმა ნივასხა. ბოროტ არს ვაჭრობა იესე, საძაგელ არს ხელოვნება იესე, და ღონე საძულელ არს ესე წინაშე ღმრთისა. მიეც საყუარელო, ოქროი შენი და ვეცხლი და მოიყიდე სასუფეველი ცათაი. ნუ მცირესა და უნდოსა სავაჭროსა მოივაჭრებ, ვახშსა და აღნადგინებსა ათეულსა საფასისა შენისასა გინა ხუთეულსა, არამედ ცხოვრება იგი უკუდავი მოიგე. რაისათვის გლახაკ ხარ გონებითა და დავრდომილ. რაისათვის უგუნური ვაჭარი ხარ, ფრიადისა მიმცემელი და მცირედისა მომღებელი. საფასისა წილწარწყმედადისა სასუფეველი საუკუნო იმოგეცემის და შენ არა მოიღებ მას, არამედ მცირედისა აღნადგინებისათვის მოიშთვები. ჰოი ფრიადი ესე სიცოფე. რა დაუტეობ ღმერთსა და კაცობრივრთა სარგებელთა სტევ? რაისათვის მდიდარსა მას და განმამდიდრებელსა ყოველთასა თანაწარ ხდები და გლახაკისა მისგან ეძიებ აღნადგინებსა შენსა და ცუდად აშთობ მას? მდიდარი იგი მეუფე მზა არს მოცემად, ხელი განუმარტებიეს და წინა გიყოფს ნიჭსა მას დიდებულსა და შენ თანაწარ ხდები მას და მისგან გნებავს მოღებად, რომელი იძულებიცა მცირედსა მოცემად ვერ შემძლებელ არს. იგი წადიერ არს მოცემად და ესე მწუხარე არს, იგი ასწილად მოგცემს და ესე ასეულსაცა ვერ შემძლებელ არს, იგი ცხოვრებასა საუკუნოსა მოგცემს და ესე წარწყმედასა, იგი თანანადებსა შენსა ქებით და დიდებით მოგცემს და ესე შფოთით და გინებით. აც უკვე არა უკუანა ისკნელი უგუნურებაი და სიცოფე არსა დიდთა მათ კეთილთა დატეობაი და უნდოთა ამათ და ცუდთა ძიებაი. რავდენი აღნადგინებისათვის დიდთა განსაცდელთა შთავარდეს, რავდენთა თავნიცათვის ნიდა მოყვასნიცა და აგლახაკნეს, რავდენია მის ჯერისათვის სრულიადსა წარწყმედასა მიეცნეს. და ნუ ამას იტყვი, კაცო, თუ გლახაკი იგი წადიერ არს მოცემად აღნადგინებისა, რამე თუ ესე გარდამატებულისა მის ანგახრებისა შენისათვის იქმნების, ვინაითგან თვინიერ ვახშისა არა ავასხებ. ამისთვის აიძულებს ჭირი გლახაკსა მას წადიერებად აღნადგინებისა მოცემასა და შენისა მისთვის უსახურობისა მადლიერ არს, არამედ შენ გულისხმა ჰყავ რაოდენ საბრალსა ამის საქმისასა წარმოიტყვიან წერილნი ძველნი და ახალნი. გარნა იტყვიან ვინმე მე ვახშეთაგანი, ამისთვის მოვიღებო აღნადგინებსა, რაითა მივსცე იგი გლახაკთა. გულსავსე იყავ, კაცო, ვითარმედ ესე ვითარი ქველის საქმე ღმერთსა არ ახნებავს. უმჯობეს არს არა მიცემაი გლახაკთა და ვიდრეღა ესე ვითარისა მონაგებისაგან მიცემაი. უკვე თუ აღნადგინებისაგან იქ მოდი ქველის საქმესა, გრქვას შენ ღმერთმან ვითარმედ, არა ესე ვითარი ქველის საქმე გამოვირჩიე მე. ვახში და აღნადგინების სრულიად განგდებულ არს სჯულისაგან საღმრთოისა. და არა ესე ხოლო, არამედ წესისაგანცა პირველთა მათ მეფეთა და მთავართა ისა საძულელიყო ესე საქმე. რამე თუ სჯულსა შინა ჰრომაელთა სამეფოისასა ესრეთ განწესებულ არს, რაითა მთავართა მათგან რომელთაცა სვინკლიტოს ეწოდების, რომელიცა იპოს აღნადგინებისა მიმღებელად, განვარდეს სამთავროისაგან თვისისა, ხოლოაც ჩვენცა ვქადაგებთ, ვითარმედ ყოველი მევახშე და აღნადგინებისა მკრებელი განაგდებს თავსათვისა სასუფეველისაგან ცათაისა. აღნადგინები მსგავს არს ნაშობთა იქედნისათა, რამე თუ ვითარცა იგინი შეშჭამენ საშოსა დედისასა, ეგრეთვე ესე შეშჭამს სულთა მათ მომგებელთა მისთასა. ამათ ესე ვითართა ხელისწერილთათვის თქვა წინა ის წარმეტყველმან, ყოველივე ხელისწერილი სიცრუისა იგანხეთქეო, რამე თუ უფალმან ესრეთ გვიბრძანა, ავასხებდითო ვინა იგი არა მოელოდით მოღებასა. ლუკა 6:34 ხოლო შენ, კაცო, არა მას ოდენ ეძიებ, რომელი მიეც, არამედ აღნადგინებისაცა მოხდად იკადრებ გლახაკისაგან და ჰგონებ, თუ ამით ჯერითა საფასეთა შენთა განამრავლებ,
არამედ უწყოდე. ვითარმეთ საფასისა წილცეცხლსა მას უშრეთსა აღატკინებ შენზე და ამისთვის გევედრები საყუარელნო უცხოუყნეთ თავნი ჩვენი ამის უჯეროებისაგან, მოვიწყვიდნეთ ბოროტნი ესე ჩვეულებანი, დავამხუნეთ აღნადგინებნი იგი ანგახრებისანი, განვიხსნათ ყოველი კრულება ისიცრუისაი, განვხედქოთ გულარძნილებაი ყოვლისავე ცოდვისაი, განუტევნეთ პრობილნი მიტევებით და ყოველი ხელისწერილი სიცრუისაი განვხედქოთ, ვსეთ ფშიერთა პური და გლახაკნი უსადგურონი შევიყვანეთ სახლად ჩვენ და ვიხილოთ თუ შიშველი, შევმოსოთ იგი და თვისინათესავისა ჩვენისაი არა უგულებელს ვხოთ, ესე არიან ყოველნივე სარწმუნოებისა. მიერ და წმიდისა ნათლისღებისა ძმანი ჩვენი, მოვიგოთ სიყვარული, სახიერებაი, კაცთმოყვარებაი, სიწმიდე, სიმდაბლე, ლმობიერებაი, უცხოუყნეთ თავნი ჩვენი ყოვლისავე ცოდვისაგან, შევინანეთ პირველქმნილი უშჩულოებანი, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი. ესრეთ თუ ვყოთ, ღირს ვიქმნეთ ჭეშმარიტისა მის ვაჭრობისა მოვაჭრებად, ვითარცე იტყვის მოციქული ვითარმეთ, ნამდვილე არ სარეწავ დიდ ღმრთისმსახურებაი უნაკლულებით. რამე თუ არ არაი შემოვიღეთ სოფლად ჩას, რამე თუ არცა განღებად რაი ხელგვეციფების, პირველი ტიმოთეს მიმართ 6:6-7, გარნა ხოლო საქმენი ჩვენი, გინა კეთილნი, გინა ბოროტნი. აც უკვე, ძმანო, კეთილნი საქმენი მოვიგნეთ, რაითა კადნიერებით ღირს ვიქმნეთ ხილვად დიდად ჩვენიერებასა მას უფლისასა, მორაივიდეს მიუთხრობელითა მით დიდებითა თვისითა განკითხვათ ყოველთა კაცთა, და დავდგეთ მარჯვენით მისა და გვესმას ხმა იგი კურთხევისაი და მივემთხვინეთ მკვიდრობასა მას სასუფეველისა ცათაისა. ამას ესე ვითარსა კეთილსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.